ახენითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის მერტი. არსა იყოს. იოცავს დღევანდელ დღესასწაულს. მართალია ანა დღეს მოსლათებებს ყოველას ღვთისმშობელს და ეს საფრთხო გარგებულების აღსრულებისა დასაწყისია. რადგან ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლისაგან იშვება მერტკაცი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის, ცხონებისათვის, ცოდვის ტყვეობისაგან გამოსვლისათვის, ჩვენს გადასახდელს ვალს თავადიღებდა ჯვარცმით და ჯვარზე სისხლთა დათხევით, ჩვენ გამოგვხსნის სიკვდილის ტყვეობისაგან. სახარებაში ააქვს უფალი, ვინც ცოდავს, ცოდვილი ადამიანისა ბოლო არის სიკვდილი, რადგან ცოდვის ბოლო არის თავისუფლება. შეინანეთ რამე თუ უახლოებული არის სასუფეველო ღვთისა. ვინც ღვთის სიყვარულით ცხოვრობს, მას თავისუფლის ცხოვრებაზე აღმატებული საქმე და ფიქრი არ აქვს. და ეს აღმატებული ფიქრი, ეს არის მართლაც ღვთის ჯილდო, რადგანაც ბევრი ჩვენს გარშემო ვიცით და ხედავთ, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ სულის ცხოვრებაზე პირიქით, სიწმინდეს ძულთ და ამიტომაც უდრობენ ეკლესიას. ეს არის ცოდვის შეიძლება ითქვას ანალოგია. ვინც ცოდავს, მას თავისნაირი ბევრი სჭირდება, რომ მერწთან, როდესაც ალბათ დაუდგება ვართ დრო, თავი იმოწმოს, მარტო მე ხო არა, აი ჩემნაირი კიდევ უამრავია და რატომ მაინცა და მაინც მე ამომარჩენ. და თუ მარტო არის, მაშინ სათქმელიც არა არის და ყოველთვის მოკიდებული არის იმ ღვთისმოყვარე ადამიანების გარემოცვაში, რომელთა შორისაც მისი სულიერი სიმწირე სხვანაირად ვთქვათ, აშკარად ჩანს. ამიტომ ბოროტი ფიქრობდა, ეს ადამიანისგან კი არ მოდის, ეს თავად აი ამ ბოროტების, ცოდვის მშობელი მამისაგან, ეშმაკისაგან მოდის. ის რომ მარტო სათქმელი არ იქნება, ამიტომ მასთან ერთად უამრავი ანგელოზი დაეცა. და ეხლა ბოროტი ცდილობს, რომ ნიში მოუგოს უფალს, რაც უფრო მეტ სულს დაუყოს, მისთვის ეს თითქოს დამამშვიდებელი არის, მაგრამ არა. იმანლი იცის ეშმაკმა, რომ მისი ბოლო არის ცეცხლში დაიჭრა. ის დამარცხებულია თავიდან. იმიტომ რომ ჭეშმარიტება იძლევა ნამდვილ ჭეშმარიტ თავისუფლებას. უფალი ამბობს, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. კარი ვარ მე, რომლითაც ადამიანი სასუფეველოში შევა. მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემოვიდეს მე, ბნელში აღარ დადიოდეს, აღარ ვიდოდეს. და ეს არის ჩვენთვის აი ის აღმატებული მიზანდასახულობა, რომელთაც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ცხოვრობდეს, თუ ცხოვრობს და უნდა ფიქრობდეს, თუ კი არ ფიქრობს. დღეს რაც ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი მრევლისებრებით სამბობლო ძალიან განიცდება. ნუ ნერვებთ. იყოს თქვენი გონება და გული, მყარი და ეს მყარი მოგვეცემა ჩვენ მხოლოდ ქრისტეს წინაშე მართლად დგომით. ჩვენი ადრეც გვითხრია შურისმაძლებელი თავად უფალი არის. ვინც რომ უშვერის სიკვდილით მოიხსენიებს ეკლესიას სამთო ეკლესიის მოძღვრებს, ნუ გაუბრაზდებით მათზე, იმიტომ რომ ისინი საცოდა საწყალობილ სულიერ მდგომარეობას განიცდიან. მათ ჯოჯოხეთი უკვე არ გვაქვთ, იმიტომ რომ თავისი ნებით ირჩევენ, იყვნენ აი ესეთი განკითხველები და მოწინააღმდეგეები. მათ იციან თავისი შეცდომა, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ ალბათ ისეთ შეიძლება იშვიათ შემთხვევაში თავის თავს გამოუწყდნენ, როდესაც მარტონი იქნებიან, როდესაც მარტონი დარჩებიან თავის თავთან. ხოლო სხვის დასამართად პირიქით ეს როლი მოგებულია და ამიტომაც როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლები იქცევიან და პირველი ეკლესიის შეურაცხყოფა და სიწმინდეებისა დევნა
ეშმაკმა დაიწყო და მერე მას ბევრმა ადამიანმა მიბაძა. სოდომისა და გომორის ისტორია გვახსოვს, ხო? ადამიანები ცხოვრობდნენ უკიდურეს გარკვევაში და ამას ვერ განიცდიდნენ და მიზეზი რა იყო, ვერ განიცდიდნენ. თავის თავს რატო არ აბრალებდნენ აი ამ საშინაო უცოდებს, იმიტომ რომ მათ სინანული აქვს. მამები ამბობენ, დღეს ძალიან შემოსულია ტერმინი, ხალხი უნდა გაბრაზდეს. გაბრაზებაზე, მისანებაზე წმინდა მამები ამბობენ, რომ ბრაზობს და სიბრაზე მოდის მასთან და მას მერე, ვის თავის ჩადენილ ცოდვას ვერ განიცდის, ვერ ხედავს, მაშინ ის გამოროებაში იქნება და ბრაზდება. ასე რომ ვინც საკუთარ ცოდვას ვერ ხედავს, ესეთები უნდა სოდომის და გომორის მოსახლეობა. თვლიდნენ, რომ რასაც აკეთებდნენ 16 წლიდან, ვიდრე შუა ასაკამდე 40-50 წელი, ყველა თვლიდა, რომ ეს მათი წესი იყო, მამა-პაპის წესი იყო. და ესე ცხოვრობდნენ თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ მათ ყველაზე მთავარი ვერ დაინახეს. ვინც არ დაინახეს შეცდომას და ვინც არ აღიარებს მას ღვთის წინაშე, იგი ყოველთვის გაბრაზებული იქნება. და ეს როგორც შხამი შიგნიდან დაშლის ადამიანის სულს და წაართვას გონიურულ ფიქრის, აზროვნების უნარს. ამიტომაც ვამბობთ, რომ გაბრაზდებით მათზე, იმიტომ რომ მათ ჯოჯოხეთი აქვთ და როდესაც დადგება დრო თიკანიდან კრავი როგორ გაარჩიებენ თვითისაგან არჩევანი აქ ამხეულ სოფელში ხდება და იქ უკვე ჯავს ვისმენთ სხვა საფრთხეს. იქ უკვე დაგვიანებული იქნება ყველაფერი. რაც რომ დღეს ხდება ქალაქს აზიანებენ, რაღაცა გამოსვლებს აწყობენ. ერთი რაც რომ მინდა ვთქვა, მაფიქრდება აი ეს მომენტები სოლომონ ბრძენის იგავებიდან ერთ-ერთზე. და ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა უყვართ, ქალაქი უყვართ და რომ მათ თავისუფლება უნდათ. აქ თქვით, ჭეშმარიტება გაანთავისუფლებს ადამიანს ყველანაირი ამ მონობისაგან და შეცდომისაგან. რატო? იმიტომ რომ ჭეშმარიტება თავად ღმერთია. და ღმერთი კიდევ ჭეშმარიტება არის და კიდევ სიყვარული, სრული. და აი ამ სიყვარულით და ჭეშმარიტებით ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას იგემებს. და ვინც ერთხელ გაიგო ამ ჭეშმარიტ თავისუფლების და სიყვარულის გემო, მას აღარ მოუნდება არადროს, რომ მისი საპირისპირო თუნდაც არათუ დააგემოს, არც კი შეხედოს და არც კი დაიგოს. მოკლედ იძახიან, რომ როგორც ქვეყანები გადავარჩინოთ, ამისათვის ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ. ორი დედაკაცი მივიდა სოლომონთან. დაობენ ერთ ბავშვზე. ერთი იძახის, რომ ჩემი შვილია, მეორეც იძახის, რომ ჩემი შვილია. მოკლედ მეფეს ბრძენს, მეფეს უთხრეს, რომ თავისი ასე ვთქვათ არგუმენტი. და რომ გადაწყვიტოს საკითხი, დაუძახა თავის საფრთხეს, მეხლმეს, ანუ ხმლის უთვირთულს, ანუ ჯალს უთხრა, რომ განკვეთა ეს ბავშვი ორად, ერთი მიეცი ერთს და მეორე მიეცი მეორეს. ესე იგი, ნამდვილი დედა ამბობს, არა, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და იყოს მასთან. მეორე კიდევ ამბობს, სრულ შობელი. არც მე და არც შენ გავაკეთეთ. ისე არის თუ ეს ქვეყანა გვეუბნებს, თუ ჩვენი სამშობლოს სარსული კულტურა და მომავალი გამარჯვება ზეიმი გსურს, მაშინ გონიერება უფრო ბევრი და აღმართებული უნდა იყოს იმ სიბრაზეზე, ძვირადღმასობაზე და იმ რისხანებაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. უშვერი სიტყვით საუბარს. ესე იგი, კაცი და ქალი გარჩევა არ არის, დიდი და პატარა. ისეთი დულსიტყვაობა ისმის, ძალიან ძიმე მოსასმელი არის. მაგრამ მათთვის ჩვენ ყოველთვის ღმერთს ვავედრებთ, რომ გულისმისობა მისცეს ამ ადამიანებს. დაინახო პირველ რიგში თავიანთი თავი და შემდეგ დაიწყო ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი. ვინ საკუთარ თავს, სულს გადაარჩენს, ან კი სული გაუჩნდება თუ გადაარჩენოს, მან უკვე იცის ორი გზა, როგორ გადაარჩენოს. მის გარშემო ყოფი და ქვეყანა ყველაზე აღმოჩნდა.
მაგრამ ამას ყოველთვის სჭირდება ღრმა ცოდნა, სულიერი ცოდნა. სხვანაირად პროექტმა ხაიხარაზე ესე ვერ იქნება. ამას სჭირდება გამოცდილება. ჩვენ ყველას გვესურს, რომ ეს ასაკი, მაწვილი ასაკი, მაწვილი ასაკი, ახალგაზრდები ემოციურები არიან, იმიტომ რომ მათ ჯერ ბევრი გამოცდილება არ აქვს. დაგვინდებიან, მოუვათ დრო. ალბათ ვიღაცა დაფიქრდება, ცხოვრებაზე. ისე იყო ჩვენი თაობაც, ისე იყო ჩვენს შემდეგ მომავალი თაობაც. ზოგი დაფიქრდა, ზოგი არ დაფიქრდა. მაგრამ თავი მაინც ერთი უცვლელი და რომელიც დასაწყისში და დასასრულში ქვეყნის ერთი და იგივე უცვლელი არის თავად ერთი. და მისი ცნება უცვლელია. აკი ამბობს სახარება. სადა ქვეყანა წაიგრაგნება, როგორც გაგრაბნილი ეტრატის ფურცლის, მაგრამ ვარსკვლავები ჩამოწვდებიან, მზედაბნელდება, მაგრამ უფლის ნათქვამის სიტყვა ასრულდება. ვისაც უყვარს მერთი და უყვარს მოყვასი, მან მთელი ჯური აღასრულა და მან ჭეშმარიტად იცის თავისუფლებას სად და როგორ უნდა მოიძიოს და მოახმაროს სხვას. ვერცხოვთ, რომ ჩვენ ხალხს მისცეს ყველაზე მთავარი ორი რამ, მადლიერება ღვთისა. იმიტომ რომ ვინც არ არის მადლიერი ან უმადლოა, მაშინ ის თავის თავს არ მოგიჭამს. სიბრაზესა და მისამართში. ვინც მადლიერი არის ღვთისა, მობიერია და მისი მობიერება სიყვარულს შორს. განსაცდელი არ გვაშინებს, იმიტომ რომ განსაცდელი გამოცდილებას შევძენს. გამოცდილება კიდე ღვთისადმი ნდობასა და რწმენას განამტკიცებს. და ამ ღვთისადმი ნდობასა და რწმენაში ჩვენი ერი გადარჩა ლევანდოვი და ქვეყანას და ბევრი საშენო და ბევრი ასე ვთქვათ სასახელო საქმენი დაგვიტოვოს. ეხლა ვარი ჩვენი გონიერებით, ღვთისადმი ერთგულებით, ღვთისადმი სიყვარულით და მორჩილებით ქვეყანა სანამ აშენდება, ჩვენი სულია შენდება და მე ერთი გვაქვს ქვეყანა როგორი და როგორი სამაშენო. ერთო დაგვაცოთ, ერთო გავახოთ ჩვენთან არსებობს.